პოლიტიკური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭომ ამ სახელწოდების მრგვალ მაგიდას უმასპინძლა. ღონისძიებაში ბიზნესთან ერთად სამოქალაქო საზოგადოება და აკადემიური სექტორის მონაწილეობდა. შეხვედრის დროს მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო. ბიზნეს კონდეს ტრიბუნა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს და ამ ურთულეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევების ფონზე მათ თქვან რა გამოსავალი არის იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს პოლიტიკური კრიზისი, როგორც შიდა პოლიტიკური კრიზისი, ისე საგარეო პოლიტიკური კრიზისი. ვინაიდან მე პირდაპირ გეტყვით, ბოლო 34 წლის მანძილზე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი საეტაპო გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ ყველამ ერთად ხელისუფლება იქნება ეს ოპოზიცია თუ რიგითი მოქალაქე, უნდა ვიფიქროთ, რომ ჩიხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. ჩვენ საუბრობთ ქვეყნის კონკურენტულარიანობაზე, თუ ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომარდაფობაზე, რა თქმა უნდა ეს ვერ იქნება მხოლოდ რიტორიკაში შველი, ის უნდა დაეხმოს კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ საწარმოებს, კონკრეტულ ბიზნესმენებს და სწორედ დღევანდელი შეხვედრა არის მათი აზრის მოკითხვა, მათი ჩართულობა. პროცესები ვერ განვითარდება ისე, რომ დარჩეს მხოლოდ პოლიტიკოსთა და არასამთავრობო სექტორის გადასაწყვეტი. ამიტომ ბიზნესის ხმა უნდა ისმოდეს ისე, როგორც არასდროს.